მოვედით ალაზნის პირას სათევზაოდ. ანკესები გავამზადეთ. მანამდე ვაგროვებთ შეშას, რომ სანამ შეხურდება თევზაობა, მანამ ცოტა რაღაც პატარა წავიხემსოთ დილის 5-6-ის ნახევარია. და სანამ შეხურდება, მანამდე წასახემსებელ რაღაცებს გავამზადებთ. მერე უკვე თევზის კერძებსაც შემოგთავაზებთ. მოგესალმებით, სერბადრის გემოვლოგი ალაზნის სანაპიროზეა. ამ ლამას სანაპიროზე, სადაც ბევრი თევზი უნდა დავიჭიროთ დღეს და გავაკეთოთ გემრიელი კერძები. მანამ დაგვჭირდება, სანამ თევზს დავაგროვებთ და ბევრ თევზს დავიჭერთ და სანამ კერძს გავაკეთებთ, დაგვჭირდება დილის საუზმე, რომელსაც მე და ჩემი მეგობარი მეთევზეები ერთად გავაკეთებთ და მივირთმევთ. დალაიქეთ, გამოგვიწერეთ და დავიწყოთ. ჭადი უნდა გამოვაცხოთ ძეხვის შიგთავსით. ანუ ძეხვი უნდა დავჭრათ წვრილად და ავზილოთ ჭადის ფქვილში. აი ეს ყველაფერი მე გამოვაცხოთ ღია ცეცხლზე. აგერ გვაქვს ტაფა, ყველაფერი და უნდა გამოვაცხოთ და გავსინჯოთ რა იქნება და როგორ იქნება. ჭრით ძეხვს. მაქსიმალურად წვრილ ნაჭრებად. თან ვაყრით ჭადის ფქვილში. რამდენის დაჭერას აპირებთ ბატონო ნუკლი პირადად თქვენ? 10 კილო. 10 კილო? ო, კი ბატონო. კილო, ცალიკია, კილო. ხო. აჰა. ჩვენი მჭადებიც გამოცხვა. პირველი როგორც ყოველთვის მე დავაგემოვნებ ჩემს გამზადებულს. კაი გამოვიდა. ლუდისთვის. ლუდთან ერთად გემრიელია. აი ძეხვი ჭადში. ეხლა ვამზადებთ სარდელს, რომელსაც წაუსმევთ აჯიკას და შევწვავთ ღია ცეცხლზე ტაფაზე. და ესეც უნდა გაგვისინჯონ ჩვენმა მეთევზეებმა. დავსეროთ სარდელი და წაუსვათ აჯიკა. ცოტა ხანში როგორც მეთევზეები გვპირდებიან, თევზიც დაგროვდება და თევზის უგემრიელეს კერძსაც შემოგთავაზებთ აგერ ბიჭებთან ერთად. მერე დავაგემოვნებთ, დავილოცებით. მეთევზეების ადრეგზელოსაც შევსვამთ. დღევანდელი დღის მადლის ადრეგზელოსაც შევსვამთ და ასე შემდეგ. ოჰო, ბიჭებო. ცივილუდი ხო გვაქვს? გვაქვს. თუ დაგჭირდა არაყიც გვაქვს. სიყვარული დასტავარია ხო გვაქვს? ვა! აბა დავაგემოვნოთ შემწვარი სარდელი. სასწაულია ბიჭებო, გელოდებათ, მოდით.
არიქა ბადრი, მაგია მოყვანი არა ხარ მაგია მოყვანი ვერ ახარ. ბადრი ატრიალი არ გააჩერო ბადრი. არ გააჩერო თორ გაიქ. ერთ დონეზე ატრიალი. აჰა, მოდი. ბადრი ძის მოაყოლე. დაბლა მოაყოლე, დაბლა ეგრე და მე ახლა მიიწარ, იქ დავხარი, იქ დავხარი და აწ. ოხე გენაცვალე. ეგ არის ძმა, უნდა იცოდეს საქმე. მიდი ამა ჩამოხსე. მოდი, უფროსო, მოდი. მიდი მაგის ვისალია მე იქ მეორე მელოდება, კაცო. მომაცდნენ შენი ჭირიმე. არ არის ძმა პრობლემა. ეხლა მე გავუკეთებ. თქვენ შეწუხდებით ცერბადრი ეხლა. ბიჭო. ოპა. თქვენ არ შეწუხდეთ ბადრი მე შევხსნი. კი ბატონო, მოდი, შემოძმაო, მოდი. ვიწყებ თევზის გამზადებას. ჩვენმა მეთევზეებმა, ჩვენმა მეგობრებმა დაიჭირეს საკმაოდ დიდი რაოდენობა. 2, 4, 6, 8, 10, 12, 15. 15 ცალი. აჰა. ეგ არის ჭანარი. აჰა. ეგ არის მურწა. ოჰოჰო, შამაია. კარგი, ხო, ჩვენც ხო გვინდა ახლა. მე დაიზარდეთ და გემრიელები გახდით. შეხე ძმაო. შეხე. დაცვა ცოტა გაგვიჭირდება ჩვენ ახლა. აჰა. მოდიამა. ვა, ნუ პრიშახე, ნუ პრი არ ხუმრობს. ესა და ოპ. დაახლოებით 10 წელს თევზს გავარჩევთ, გავამზადებთ, შევკმაზავთ და მე შევწოვთ ტაფაზე, ღია ცეცხლზე. გავასუფთავეთ ჩვენი თევზები, რომლებიც დაიჭირეს ჩვენმა მეგობრებმა. ეხლა უკვე უნდა მოვაყაროთ მარილი, პაპრიკა, თევზის სუნელი. პაპრიკა ოღონდ შებოლილი არომატის მქონე და მე დავდებთ ტაფაზე შევწავთ. ეხლა გავამზადოთ. თევზის სუნელი. პაპრიკა. აუცილებლად დაგჭირდება ასევე ცოტაოდენი ზეთი. კარგად გადავიდეს ტაფაზე და აურიოთ ზეთთან და სუნელებთან ერთად. აი უკვე დავიწყებთ ტაფაზე თევზის დადებას. ტაფაც გახურებული გვაქვს. ვა, როგორ კარგად გაწიწდა და გაპიწყინდა. ო, კარგია. სანამ თევზი შეიწვება და შეიბრაწება გემრიელად, მანამდე გავაწყოთ სუფრა ჩვენი მეგობრებისთვის, ვეთევზებისთვის. კიტრი, ყველი, პური, კეთილი გული, პამიდორი, აჯიკა, მეგრული, ლავაში კახური, არაყი, ლუდი, ოჯახური მეგრული ტყემალი და ნელ-ნელა ბიჭები შემოგვიერთდებიან, გავაგზელებთ ქეიფს. მაგეთ ხილიც. აშლატამა, კახური. და სულო და გულო. მეტი რა გვინდა? ბიჭებო, აბა თევზს შეხედეთ, თევზს. აბა მოდით. ეხლა გავუსინჯოთ გემოც. ვა.
ყაპლული გემო აქვს. ერთიც. მაგარი თევზია და მაგარი გემო აქვს. მოკლედ მოდით რა დროზე რა. და ლაიქეთ, გამოიწერეთ. მიყვარხართ.